მოგესალმებით. 33 წიგნი უნდა გაგაცნოთ. ეს არის ნორვეგიელი მწერლის მარია ფარის ტუვა გლიმერდალიდან. მარია ფარის ქართველი მკითხველი კარგად იცნობს ვაფლის გულებით, თუმცა ეს წიგნი შედარებით ადრე გამოიცა. თარგმნელი არის სოფო კარჩხაძე და სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა წიგნი 2019 წელს. მარია ფარი, როგორც ვაფლის გულებში, ამ წიგნშიც სიუჟეტის განვითარებისთვის ადგილს ირჩევს სოფელს. ურბანული გარემოსგან განსხვავებული სივრცე, ვფიქრობ, ავტორმა გამიზნულად შეარჩია ორივე წიგნში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი არის თანამედროვე სამყაროში ყურადღების გამახვილება ბუნებაზე, იქ გაზრდილ ბავშვებზე და იქ ცხოვრების პირობებზე, რომლებიც აღწერილი არის ძალიან კარგად ორივე წიგნში. ეს წიგნი ჩემთვის ძალიან ძვირფასი და უსაყვარლესია, თუ შეიძლება წიგნზე ასე ითქვას. არ ვიცი, მე რამდენჯერ დავამთავრე ამ დილას და ცრემლები წამომივიდა. ჩემი წლისა და 4 თვის ბიჭი გაოცებული მიყურებდა. ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ სულზე პირად იცის, როდის რა წიგნს კითხულობ და როცა ვავალებ ხოლმე, რომ ჩემი საკითხავი წიგნი მომიტანოს, სიხარულით მომიცუნცულებს ხოლმე. ამ ამბავმა კი იმაზე დამაფიქრა, რომ ყოველი წიგნი ჩემს შვილებს უკავშირდება და მოგონებებს მინახავს. სან უყვარს აოცნებო და დაუვიწყარ მოგონებებს. ამით იმის თქმა მსურს მშობლებისთვის, რომ როგორი მნიშვნელოვანი არის საბავშვო ლიტერატურის კითხვა და ის როცა ამას უყურებენ ბავშვები. მაგალითად, ნერსე როცა ახლოსდოს წიგნი გადაშლის ხოლმე და უკვე აკვირდება ფურცლების გადაფურცლას კი იცის და მგონია, რომ ეს სკოლამდელი წიგნიერების ერთ-ერთი საწყისი ეტაპი არის. ახლა მოდი შეკითხვას დაგისვამთ, თქვენ თუ გყავთ უფროსი მეგობარი. ტუვა გლიმერდალიდან არის 9 წლის გოგონას ცხოვრების შესახებ, ბალიშისპირი ამგვარია. ეს არის ტუვა, წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგო, რომელსაც აცვია დედის მოქსოვილი ლურჯი სვიტერი. დედა ოკეანოლოგი ჰყავს და ხშირად უწევს თავისი ოჯახისგან შორს ყოფნა. მამა ფერმერია და უვლის შინაურ ცხოველებს. ტუვა სკოლაში დადის და ჰყავს უფროსი მეგობარი. გუნვალდი, რომელიც არის 74 წლის. გუნვალდი ამავე დროს ტუვას ნათლია და ისინი ცხოვრობენ გლიმერდალში, სოფელში, სადაც მხოლოდ ერთადერთი ბავშვია. ისიც ტუვა და აქვე არის კლაუს ჰაგენის გამოჯანსაღებელი ბანაკი. კლაუს ჰაგენი დასანახად ვერ იტანს ბავშვებს და ტუვას მასთან ბრძოლა აქვს გაჩაღებული. თავისუფლად დაქრის თხილამურებით, სრიალებს, გუნვალთან ატარებს ძალიან დიდ დროს და მთელი სოფლის სული და გულია თვალის ჩინი, ყველას ძალიან უყვარს, აქ ჩნდება ძალიან კარგი ხალხი, სალი, რომელიც იყურება ხოლმე გამუდმებით ფანჯრიდან, პიტერი, კიდევ ტუვას ყავს მამიდები, აირი და იდუნი, რომლებიც ოსლოში სწავლობენ და აი ეს გარემო, ურთიერთობები, რომლებსაც მარია ფარი აღწერს და აუცილებლად გაგახსენდებათ ვაფლის გულების გარემოც, არის ძალიან შთამბეჭდავი, საინტერესო, იმიტომ რომ წიგნებში აღწერილი ურთიერთობები ოჯახური თუ მეზობლებს შორის, საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები, ჩემთვის ძალიან საინტერესო არის ხოლმე. წიგნი არის უფროსისა და უმცროსი ადამიანის მეგობრობაზე და გვახსენებს მარია ფარი თუ როგორი მნიშვნელოვანია ასაკოვან ადამიანებთან დროის გატარება. როგორც გახსოვთ, ალბათ ეს თემა მისთვის ძალიან გამორჩეულია, რადგან ვაფლის გულებშიც პაპი და პაპა მნიშვნელოვანი და გამორჩეული პერსონაჟები არიან. გუნვალდი არის ძალიან საინტერესო პერსონაჟი, ცხოვრობს მარტო. ტუვას ტროლი ახსენდება მისი ყურებისას, რადგან არის ძალიან მაღალი, რევმატიზმისგან მხრებში მოხრილი, გაჩეჩილი თმებით, მოკლე შორტები აცვია ხოლმე და
უკრავს ვიოლინოზე. ოსლოს სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა ადრე, შემდეგ ყველაფერი მობეზრდა და დაბრუნდა ფერმაში. თუმცა დროდადრო ტუვასთვის კვლავ უკრავს ხოლმე ვიოლინოს და ასევე ეკლესიაში გუნდთან ერთად მღერის ხოლმე. მე მაინდა გავიხსენე ჩემი უფროსი მეგობარი, ნაზიკო ბებო, ჩემი ქმრის ბებია, როდესაც მე უწერაში სკოლაში მასწავლებლად ჩავედი, ჩემი პირველი და განსაკუთრებული მეგობარი იყო ნაზიკო ბებო. მასთან ვატარებდი დიდ დროს, საუბრობდით, ჩაის ვსვამდით, ბავშვები ამყავდა და საერთოდ მოხუცებთან, ასაკოვან ადამიანებთან ურთიერთობა დედამ შემაყვარა, იმიტომ რომ მას ყოველთვის დიდი გულისხმენებით ეპყრობოდა ჩემს პაპებს, ბებიებს და სრულიად უცნობ ადამიანებს. მგონია რომ სიბრალულით სწორედ დედის ურთიერთობებიზე დაკვირვებით ვისწავლე უნებურად, რა თქმა უნდა, და ნაზიკო ბებოსთან ერთად ვიცინოდი ძალიან ბევრს. ერთხელ მახსოვს, მაშინ დიასახლისი ვიყავი, მასწავლებლობასაც არ ვაპირებდი, ბავშვები მყავდა ჩაყვანილი ზამთარში, სოფელში და ვისვენებდით და მე და ნაზიკო ბებო ვსვამდით ჩაის. ტელევიზორი იყო ჩართული და გადაცემაში მოწვეული ყავდათ გამოპრანჭული ქალები და ბებომ რომ შეხედა ამ გადაცემას ტელევიზორ ეკრანს მომიტრიალდა და მითხრა რომ ბება მოვა დრო და შენც ასე ისაუბრებ პირდაპირ ეთერშიო. საოცრად ამიხდა მისი ეს სიტყვები და როდესაც რომელიმე ტელევიზიიდან გარკვეული თემის ირგვლივ საუბრისთვის მიმიწევენ ხოლმე, სულ ნაზიკო ბებო მახსენდება, არ ვიცი რა დაინახა და რა, მაგრამ როგორ განჭვრიტა ჩემი მომავალი. უფროსი მეგობრობის მნიშვნელობა ბავშვის ცხოვრებაში სწორედ ეს არის, რომ საყრდენად იქცევიან ხოლმე ისინი და აი ეს პატარა თანატოლთან რაც აქვთ ხოლმე გასავლელი ხომ, კინკლაობა, დაპირისპირება, თქვათ, წყენა და ესეც აუცილებელია უფროს ადამიანთან უფრო შედარებით არა, სხვაგვარი ურთიერთობა აქვთ ბავშვებს, რაც ძალიან სასიამოვნოა. თუმცა გუნვალდისა და ტუვას მეგობრობა გამორჩეულია. ისინი ზოგჯერ თანატოლებიც კი გეგონებათ, ისე მიმართავენ, ეხუმრებიან, ერთმანეთს ეხუმრებულები არიან და ძალიან ხშირად ისმის ამ წიგნში ფრაზა რა გეშველებოდა ურჩემოთ, ერთმანეთს მიმართავენ ხოლმე, თავდადებული მეგობრები არიან და ისე ხდება, რომ გუნვალდი მალავს, გუნვალდს აქვს საიდუმლო და ყველაფერი აირევა მათ ურთიერთობაში, როდესაც ტუვა აღმოაჩენს, რომ თავის საუკეთესო მეგობარმა საიდუმლო მნიშვნელოვანი ამბავი არ გაუმხილა. და ერთხელაც მოვა წერილი გლიმერდალში, რომელსაც ტუვა მიუტანს გუნვალდს და ამ წერილით ეს წერილი ბევრ სიუჟეტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ერთხელაც გუნვალდს ეკითხება ტუვა, ვინ არის ანა ციმერმანი და ეტყვის, რომ ჩემი შეყვარებული იყო და თვალები ყალყზე დაუდგება და თვალებს დაჭყეთს ტუვა, შენ შეყვარებული ყავდა და ეს ძალიან საყვარელი ეპიზოდი არის, როცა ბავშვებს გონიათ, რომ უფროსებს შეიძლება შეყვარებული არ ყავდეთ. მუსიკა ისმის ამ წიგნში ვიოლინოს ჰანგები და ერწყმის ბუნებას და ეს ძალიან კარგად არის წარმოჩენილი, ავტორს არაჩვეულებრივად აქვს აღწერილი ეპიზოდები, ბუნება და ძალიან კარგია ეს, როგორც უკვე აღვნიშნე, ურბანულ გარემოში, ქალაქში დაბადებული და გაზრდილი ბავშვებისთვის განსაკუთრებულად, თუმცა შეიძლება სოფლადაც ცხოვრებ ბავშვებს არ აძლევდნენ იმდენ თავისუფლებას, როგორც ტუვას ამ წიგნში და
თარგმნელსაც ძალიან დიდი მადლობა, რადგან საოცარი თარგმანი არის და პირდაპირ გულს ელამუნება ეს პასაჟები, რომლებიც ეხება მუსიკასა და ბუნებას. მოდი ახლა ვისაუბროთ აღზრდის მეთოდებზე, რადგან მარია ფარის მშობლები და მათი ურთიერთობა ბავშვებთან ძალიან განსაკუთრებული და გამორჩეული არის. როცა ამ თემაზე ვფიქრობდი, სამი რამ ჩამოვწერე, ეს არის ნდობა, თავისუფლება და ზრუნვა. ნდობა შეიძლება ენდო ბავშვს, მაგრამ თუ კი მას ყურადღებას არ მიაქცევ, ცხადია ეს უგულებელყოფა არის მისი საჭიროებების და არ შეიძლება ამგვარი აღზრდა, კი არა, ამგვარი ქცევა უპასუხისმგებლობა არის უпростоრად და ხოლო ნდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ტუვას ამ თამამის საოცრად ლაღი, სწორი ღირებულებების მქონე ბავშვისთვის, ბავშვის განვითარებისთვის დიდი საჩუქარია. ის ვერ იქნებოდა ისეთი პერსონაჟი, რომ არა მისი მშობლების სწორი მიდგომები და ეს უპირობო ნდობა და ზრუნვა. კიდევ რაზე მინდა და გამომახვილ, ხო 30 წლიანი ურთიერთობა, უთანხმოება, როგორც წინა წიგნში, ამ წიგნშიც დაგხვდებათ და ტუვა ყველაფერს აკეთებს, რომ ხეობაში შეცვლილი ცხოვრების წესი დაიბრუნოს და მათი ეს ამაღელვებელი და საოცარი მეგობრობა თქვენს გულებს აუცილებლად მოიგებს. ჩემთვის ხო კიდევ რაზე მინდა და ხო ეს წიგნი თეკლამ წაიკითხა ჩემთვის და თუ კი ავრორა ზეკორპუსიდან მე წავიკითხე მისთვის, სწორედ ამ წიგნის და ამ მეთოდის გავლენით თეკლას სურვილი გაუჩნდა და ტუვა გლიმერდალიდან არის გადავსებული თეკლას მინაწერებით, უწერას აგონებს გლიმერდალი, წინადადებები აქვს შემოხაზული სიტყვები, თხოვს რომ დავწერო თემები და მოგონებები, მაგალითად ნაქსოვის სვიტერი ტუვას რომ დედა მოუქსოვა, იქ მიწერილი აქვს, რამე ხომ არ გაგახსენდა, მას ძალიან ხშირად უქსოვდი ხოლმე ჟაკეტებს და სვიტრებს, ქუდებს და კაშნებს, მაგრამ მას შემდეგ შვილებს ეს ბედნიერება აკალიათ, რადგან დრო აღარ მაქვს ამდენი და საოცარი დამთხოვა იყო ის, რომ ეს წიგნი სწორედ მაშინ დავასრულე, როცა თეკლა 10 წლის გახდა და წიგნის ბოლოშიც ტუვას დაბადების დღეა და ის 10 წლის ხდება. კლასის საკითხავ წიგნად შევთავაზე ბავშვებს, თხილამურები მივიტანე ცნობის მოყვარობის აღსაზრდელად, ჩემმა მეგობარმა ქეთომ მათხოვა და ნუკრიბიძიამ ჩამომიტანა თხილამურების შინ. ტელესკოლაშიც მქონდა ეს ამ წიგნზე გაკვეთილი, ჩავწერე და არ ვიცი, ძალიან მინდა რომ ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს, მაგრამ გონი სამწუხაროდ აღარ გამოსცემს გამომცემლობა ამ წიგნს, რაც ძალიან მიკვირს. დაბადების დღის საჩუქრები კიდევ მინდა ამაზეც გამომახვილო ყურადღება. არაჩვეულებრივ საჩუქრებს ჩუქნიან ტუვას და არ ვიცი, თქვენც გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თუ კი მამიდა ხართ, ტუვას მამიდების მსგავსად როლური მოდელი იყოთ თქვენი ძმისშვილებისთვის. ტუვას დედა არის ძალიან საყვარელი ქალი, რომელმაც დააფიქრა და ეს თემაც არის შემოტანილი აქ, რომ გარემოს დაბინძურება, როგორ გავლენას ახდენს ზღვის დონეზე. ასევე მინდა კიდევ ერთი თემაზე გავამახვილო ყურადღება, ეს არის, როდესაც ცოლ-ქმარი შორდება და ამ მამასა და შვილს შორის, ან დედას და შვილს შორის, რომელიმე მხარე აფუჭებს ურთიერთობას. ეს მშვენიერი ურთიერთობა როგორ უნდა გაეფუჭებინა, ეს ფრაზა ხდება აქ და ძალიან გულსატკენია, როცა პირად წყენების გამო ბავშვები ცხოვრება იცვლება ცუდისკენ, რადგან ეს შეიძლება მოუშუშებელ ჭრილობად იქცეს მათთვის.
რაც შეეხება ხომ პროექტის მინდა რომ შემოგთავაზოთ მასწავლებლები ვიცი რომ მისმენთ მე მაგალითად სამწუხაროდ ვერ განვახორციელებ მაგრამ შეგიძლიათ ეს წიგნი არ წაიკითხოთ თუ აღარ გამოდის ან ბიბლიოთეკაში მოიძიოთ და ხმამაღლა წაუკითხოთ თქვენს მოსწავლეებს მაგრამ შვენიერი იდეა დამებადა სკოლაში უფროსი მეგობრების მოწვევის ძალიან მინდოდა თუმცა ვერ მოახერხე აუცილებლად ერთ მშვენიერ დღეს ამ პროექტსაც შევთავაზებ ჩემს მოსწავლეებს და თქვენც გირჩევთ. ულამაზესი ფრაზები არის აქ შეგხვდებათ ბუნების აღწერა, როგორც უკვე ვისაუბრე ამაზე და ძალიან საინტერესო საკითხავი არის ერთი ამოსუნთქვით წაგეკითხებთ თავს ეს წიგნი. კიდევ წიგნთან სხვა წიგნთან პარალელსაც აღმოაჩენთ წიგნი წიგნში იოჰანა შპირის ჰაიდი ამ წიგნის შეიძლება ითქვას საყრდენი არის, რადგან მწერალმა გამიზნულად შეარჩია, რომ იქ აღწერილი ამბები ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟის ცხოვრებას დამთხოვდა და თქვენ შეგხვდებათ ჰაიდი პერსონაჟი შუა ნაწილს რომ გასცდებით, ვინ არის ჰაიდი, ეს უკვე თავად ამოიკითხეთ და გაიცანით. მე მინდა დაგემშვიდობოთ ერთი დავალებით, რომელიც თეკლამ მთხოვა, ეს არის თავისუფალი თემის დაწერა შემომთავაზა. ეხლა ზუსტად იმ ადგილზე გადავშალე და იმედი მაქვს კიდევ მივაქნებ. აი, თემა დავწეროთ. რა სამწუხარო, რომ ბევრი რამ არ ვიცით. შეგიძლიათ ამ ვიდეოს მოსმენის შემდეგ აიღოთ თქვენი დღიური და სათაურად დაწეროთ ასეთი თავისუფალი თემა. წარწერა და ნახატი ამგვარია. რომ თვალებით დახუჭე უთხრა ტუვამ და უამბო როგორ იღვიძებდნენ ხეები გლიმერდალში. გუნვალდის საუნდტროფოში ხვდება და ტუვა როცა მასთან მივა, თვალებს დაახუჭინებს და მოუყვება რა ხდება გლიმერდალში, როგორ იღვიძებს გაზაფხულზე ბუნება. ეს იყო 33 წიგნი და მომავალ წიგნამდე გემშვიდობებით. თქვენი ყველაფერი ზე ვისაუბრე. კი. კარგად.